ანუ ის თემა გამოითიშა, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სალომე ზურაბიშვილი იყო სახელმწიფო ინსტიტუციებიდან. ბევრმა თქვენმა კოლეგამ თქვა, რომ ხალხის მოტყუებას ახლა არ არის ნორმალურიო. მაგალითად ნიკამელიამ თქვა რამდენიმე დღის წინ, ხო, მოვისმინეთ გახარიასგანაც, რომ ის სიმბოლურად არის ყოფილი პრეზიდენტია, მეხუთე პრეზიდენტია. თქვენთვის სალომე ზურაბიშვილი, თქვენი კოლეგებისგან განსხვავებით, ლეგიტიმურია თუ ყოფილი პრეზიდენტი? სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია, რომ შევადაროთ ქართული ოცნების პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, ის განუსაზღვრელად უფრო დიდია. რატომ? იმიტომ რომ ის თავის დროზე იყო არჩეული საყოველთაო. მაგრამ გაყალბებით, ოპოზიცია მაშინაც ამბობდა, ხო? რომ გაყალბებით, რომელთა დარღვევებით, უმძიმესი დარღვევებით, მინდა ვთქვა და ძალიან არასასიამოვნო წინასაარჩევნო კამპანიით, მაგრამ მისი ლეგიტიმაცია, მისი აღიარება საერთაშორისო თანამეგობრობას არ დაუყენებია. კითხვის ნიშნის ქვეშ. ოპოზიცია აყენებდა, ქართული ოპოზიცია. კიდევ ერთხელ, ხა ოპოზიციაში იმდენი პოლიტიკური პარტია, მე მათ მაგივრად, მე შემიძლია პასუხი. თქვენი მაინტერესებს ჩემი პოზიცია, ჩემი პოზიცია ზუსტად მაგაზე ვარ, ამიტომ ამბობ, იმიტომ რომ ოპოზიცია ხა ზოგი ისეთი იბრალებს ოპოზიციას, რომ იმათ მაგივრად მე პასუხს ვიმოწმ. მე თქვენი პოზიცია მაინტერესებს. თავისუფლების მოედნის პოზიცია ესაა, როდესაც ჩვენ უყურებთ აი ამ ორ ადამიანს, ერთი არის ქართული ოცნების პრეზიდენტი და მეორე პრეზიდენტი, რომელიც ყველაზე დიდი სახალხო ლეგიტიმაციით არჩეული თანამდებობის პირი იყო. ამიტომ მისი ლეგიტიმაცია ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ანუ პრეზიდენტია თქვენთვის დღესაც ჩვენ მასთან თანამშრომლობთ, მასთან ურთიერთობთ კოორდინაციაზე მეკითხებოდით. თავისუფლების მოედანი კოორდინაციაში არის ყველა იმ სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა ამ ქვეყანაში შეიცვალოს ვითარება, გადარჩეს თავისუფლება და დემოკრატია და ქვეყანაში დამკვიდრდეს ნორმალური სამუშაო და საარსებო თანამედროვე ცივილური პირობები. ეს ეხება სალომე ზურაბიშვილის ფორმატსაც, ეს ეხება სხვასაც, ეხლა მოვდივარ ასევე ერთ-ერთი შეხვედრიდან, სადაც სხვადასხვა ჯგუფებთან ჰქონდა საუბარი და ეს ასე, ანუ ერთი ექსკლუზიური ფორმატი კოორდინაციის არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს და ამაზე ვსაუბრობ მე ზუსტადაც, რომ ჩვენი წინააღმდეგობა იმითია ძლიერი და მდიდარი, რომ ის არის არა ვიღაცა ერთზე ან რაღაც ერთ ფორმაზე ჩამოკიდებული. არა, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გრძნობენ, არ ელოდებიან არავის მითითებებს, არ ელოდებიან არც არავის ნებართვას, იმაზე თუ სად წავიდნენ, როგორ ილაპარაკონ, სად შეიკრიბონ, სად გამოხატო პროტესტი და მოქმედებენ როგორც შეგნებული მოქალაქეები, ღირსეული საქართველოს ერის. ნუ ვიდაინა ზურაბიშვილზე საუბრობდით, მე თქვენთან პირველად ფაქ შესაძლებლობა ინტერვიუს, ამიტომ უნდა გკითხოთ, ის ძველი განცხადებები, რომელიც თქვათ ძალიან მძიმე იყო საქართველოს მოქალაქეებისთვისაც და ძალიან ბევრი ვინმე აკრიტიკებდა ზურაბიშვილს, მათ შორის ალბათ თქვენც იყავით, როდესაც ამბობდა, რომ დაუბომბეთ ჩვენ ცხინვალი, დავხოცეთ საქართველოს მოქალაქეები. აი ამ განცხადებებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს არ წაუღია ეს განცხადებები უკან. მე შესაძლებლობა მქონდა მისთვის რომ ეს კითხვა დამესვა, როდის იყო სალომე ზურაბიშვილი მართალი მაშინ თუ დღეს, მე ვერ მივიღე მისგან პასუხი. თქვენ როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილმა აი ამ განცხადებებზე საჯარო ბოდიში არ უნდა მოიხადოს, რასაც აკეთებდა? იცით რა არის, მე მგონი ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რახან კოორდინაცია მე შემიძლია ვთქვა, ხო, კოორდინაცია ნიშნავს რას? კოორდინაცია არის ძალიან ესეთი რაღაც. კოორდინაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან კოორდინაცია გვაქვს იმ საკითხებზე, რაზეც თვლით საჭიროთ, რომ ერთმანეთთან უნდა ვიყოთ კოორდინაციაში და რაზეც გვაქვს საერთო აზრი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ადრინდელ განცხადებებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არა მარტო საკუთარ წიგნშიც აღშეტანილი და საჯაროთაც მithქვია ამის შესახებ. ეს განცხადება თქვენი აზრით მისი ამოწურული არის თუ ახსნა განმარტებები უნდა გააკეთოს ზურაბიშვილს? იცით თუ შეკითხვები ამასთან დაკავშირებით არსებობს, აი მაგალითად თქვენ გაქვთ შეკითხვა, ხო, სხვებს აქვთ, ამ შეკითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. კიდევ ერთხელ დავებეორებ არაფერი დასამალი არ მაქვს, მე მის განცხადებებს მაშინ არ ვეთანხმებოდი და საჯაროთაც მithქვამს ეს.